მშობელიც და მასწავლებელიც ერთმანეთთან კომუნიკაციის დროს მხოლოდ ბავშვზე უნდა იყვნენ ორიენტირებული და არა საკუთარ თავზე, საკუთარ სურვილებსა და საკუთარ მორალზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში წარმართავთ პროცესებს ეფექტურად და მივიღებთ დადებით შედეგს თუ ბავშვზე ვართ ორიენტირებული. როდის და რატომ ჩნდება კონფლიქტი მასწავლებელს და მშობელს შორის? ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია მოსწავლის შეფასება. მოსწავლის ცოდნის და უნარების ობიექტური შეფასება, რა თქმა უნდა, საგნის მასწავლებლის პრეროგატივაა. მშობელს ამ სფეროში საგნის მასწავლებელთან შედარებით არასაკმარისი კომპეტენცია აქვს, მაგრამ გააჩნია თავისი წარმოდგენები შვილის შესაძლებლობების შესახებ. მშობელი ხშირად გაკვეთილს იბარებს სახლში, არაფორმალურ გარემოში. მასწავლებელი კი კლასში, სადაც სრულიად განსხვავებული ფსიქოლოგიური ფონია. ეს განსხვავება გაუგებრობის საფუძველს ქმნის. ამიტომ სასურველია მასწავლებელმა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს მშობლებთან. პედაგოგმა აუხსნას მშობლებს შეფასების სისტემის არსი და გააცნოს კრიტერიუმები. მუდმივად მიეწოდოს ინფორმაცია შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ, მისცეს რჩევები და რეკომენდაციები იმის თაობაზე, როგორ უნდა დაეხმარონ შვილს შედეგების გაუმჯობესებაში. მასწავლებელს ამისკენ პროფესიული ეთიკის კოდექსიც მოუწოდებს. კიდევ ერთი ხშირი მიზეზი ზოგჯერ ხდება ხოლმე მოსწავლის ქცევა. მშობლები იცნობენ ბავშვის ქცევის თავისებურებებს ოჯახში, პედაგოგის სკოლაში და პიროვნული ნიშან-თვისებები შეიძლება არც ერთს არ ჰქონდეს სამ ბავშვის შესწავლელი. გსმენიათ ალბათ ძალიან გავრცელებული ფრაზა „ჩემი შვილი ამას არ იზამდა“. როდესაც მასწავლებელი და მშობელი ბავშვს სხვადასხვაგვარად ახასიათებენ, არ არის გამორიცხული, რომ ორივე იყოს გულწრფელი ამ დროს. სახეზე კი გქონდეს კომუნიკაციის დეფიციტი და ან უნდობლობა. მაგალითად, მშობლის გაღიზიანებას იწვევს თუ საკუთარი შვილის ქცევების შესახებ არასრული ინფორმაცია ჰქონდა და უცებ გაიგო უარყოფითი ინფორმაცია, რაზეც პირდაპირ რეაგირებას თხოვს სკოლა. ეს რომ არ მოხდეს, მნიშვნელოვანია მშობელს რეგულარულად განახლებადი ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ როგორ იქცევა ბავშვი სხვადასხვა სასკოლო სიტუაციაში. თუ სკოლა თავისი რესურსით ვერ მართავს მოსწავლის ქცევას, სასურველია მშობელთან ერთად საქმეში ჩართოს ქცევის მართვის სპეციალისტები, ან ფსიქოლოგები, ან სხვა საჭირო სპეციალისტები. ამ კონფლიქტის თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელია, როდესაც მშობელი და მასწავლებელი დარწმუნებული არიან ერთმანეთისგან მიღებული ინფორმაციის სანდოობასა და კონფიდენციალურობაში. ამიტომ მეტი დრო და ენერგია უნდა დავხარჯოთ იმაზე, როგორ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან. კიდევ ერთი მიზეზი ხდება ხოლმე ერთმანეთის მოვალეობების არცოდნა. მასწავლებელი და მშობლები ერთმანეთს აკისრებენ აურაცხელ მოვალეობას. ისე რომ არ ითვალისწინებენ გარემოებებს და შესაძლებლობებს. აქვთ ერთმანეთის მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნები და მოლოდინები, რაც ხშირად ვერ სრულდება. საუკეთესო გამოსავალია, რომ მასწავლებლები იცნობდნენ და მშობლებსაც აცნობდნენ, რა წერია სასკოლო დოკუმენტებში. როგორია სკოლის შინაგანი წესი, მაგალითად, წესდება, მასწავლებლის, სკოლის დირექტორის პროფესიული ეთიკის კოდექსები. ყველა ამ დოკუმენტში გაწერილია მშობლისა და მასწავლებლის უფლებები და მოვალეობები. ეს დაგვიცავს მოსალოდნელი გაუგებრობებისგან და უფრო საქმიანს გახდის ჩვენს თანამშრომლობას. თუ მშობელი და მასწავლებელი პრობლემას საუბრით ვერ აგვარებს, მთელ რიგ შემთხვევებში საჭიროა ხოლმე გარეშე პირების ჩარევა. ამისთვის ყველა საჯარო და ზოგიერთ კერძო სკოლაშიც არსებობს გასაჩივრების მექანიზმები, როგორიც არის მაგალითად დისციპლინური კომიტეტი და სამეურვეო საბჭო. მშობელსაც და მასწავლებელსაც შეუძლიათ მიმართონ აღნიშნულ ორგანოებს და მოითხოვონ მათგან კანონის სრული დაცვით მოქმედება. ხშირად კონფლიქტი სწორედ მაშინ ღრმავდება, თუ მშობელმა სკოლის გარეთ გაიტანა სასკოლო პრობლემა. ასეთ ფაქტებს არაერთხელ გამოუწვევია ხმაურიანი დაპირისპირება სკოლის დირექციასა და მშობლებს შორის. თუ ბავშვს რაიმე გამოწვევა აქვს, უმჯობესია მშობელმა მისი გადაჭრა ჯერ სკოლაში სცადოს. პირველ ეტაპზე დამრიგებელს მიმართოს. თუ არ მოგვარდა, შემდეგ დირექციას. თუ გონივრული ვადა ამოიწურა და პრობლემა მაინც იმავე სიმძიმით არის სახეზე, ამ შემთხვევაში მშობელს მხოლოდ ის გზა დარჩენია, რომ უსიამოვნო ამბავი სკოლის გარეთ გაიტანოს და სხვაგან ეძებოს მაშველი რგოლი. ასეთ შეიძლება აღმოჩნდეს განათლების სამინისტრო, სახალხო დამცველი, ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, მედია ან სასამართლოც კი. ზოგჯერ ეს პროცესი თვეობით ან წლობით ხანგრძლივდება და უამრავი უსიამოვნო შეგრძნება ახლავს. თუმცა ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის მოგვარების ლეგიტიმური გზაა და ამის გამო მშობლის გაკიცხვა, შერწყვენა, მისი გამოყოფა და დისკრიმინაცია ეწინააღმდეგება ზოგადი განათლების შესახებ კანონს. საერთო ჯამში უნდა გვახსოვდეს, რომ კრიტიკული აზრი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ის იშვიათად მოდის ხოლმე ჩვენამდე.
არ არის რეკომენდირებული მშობლებმა კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმისგან ყოველთვის თავი შეიკავონ, საუბარია კონსტრუქციულ კრიტიკაზე ცხადია. ასეთ შემთხვევაში ეს უკმაყოფილება გროვდება და საბოლოო ჯამში გაუგებრობამდე, უნდობლობამდე და კონფლიქტამდეც მივყავართ. საუკეთესო გამოსავალია, რომ სკოლამ და მასწავლებელმა თავად შექმნან კრიტიკული აზრის გამოთქმისთვის ველი, როგორც ამას განვითარებულ ქვეყნებში აკეთებენ სკოლები. გაიაზრონ და მშობლებიც დაარწმუნონ, რომ მშობლების აზრის ცოდნა მათი საქმის შესახებ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მასწავლებელი და მშობელი თანასწორია. იერარქიის ერთ საფეხურზე მდგომი ორი ადამიანია, რომლებსაც ბავშვის ინტერესი უნდა აერთიანებდეს. თანამშრომლობა ყოველთვის სასიამოვნო შეიძლება არ იყოს, მაგრამ ორივე მათგანის მოვალეობაა, რომ არ უღალატონ თავაზიანობის პრინციპს და რაც მთავარია, ბოლომდე დარჩნენ ბავშვის ინტერესების ერთგული.